განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა. ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში დღეს გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა. ორგანიზატორთა განმარტებით კონფერენცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებზე. ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები მონაწილეობენ. შეხვედრის პირველი დღე საერთაშორისო ექსპერტების გამოსვლებს და გლობალური ტენდენციების მიმოხილვას დაეთმო. კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, მეცნიერები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია 3 ოქტომბერს დასრულდება. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ფონდი ჰორიზონტი ევროპის ერთობლივი თანამშრომლობით მეცნიერებათა აკადემია მასპინძლობს ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას საგანმანათლებლო სისტემასა და კვლევით საქმიანობაში. ამ ღონისძიებაზე მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და უმნიშვნელოვანესი პანელური განხილვები და მოხსენებები გაკეთდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიღწევები არის სწორედ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებით სასწავლო პროცესში, კვლევით პროცესში და ზოგადად როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის უფრო ეფექტიანად ჩართულობა და გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანობისა და შედეგიანობის ასამაღლებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცალკე განხილვისაგან წარმოადგენს ახალგაზრდებთან მიმართებაში ჩართულობის პროცესი კვლევით საქმიანობაში, სამეცნიერო საქმიანობაში და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების როლიც. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო იჭრება ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის რაღაც მომავალი, ეს უკვე არის აწყო, თან აწყო, რომელიც ქმნის გარკვეულ სირთულეებს, გარკვეულ პრობლემებს, იმავდროულად ეს არის ძლიერი იარაღი იმის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნას აყვანილი სწავლება, განათლების პრობლემა, გადაწყდეს უფრო ეფექტიანად, სამეცნიერო კვლევები იყოს უფრო სიღრმისეული, იმავდროულად ქმნის მთელი გამოწვევებს, რომელიც ჯერ ჩვენ წინაშე არ ყოფილა გადაწყვეტილი. ამიტომ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარება არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები იმ სირთულეებთან დაკავშირებით, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რასაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი და იმავდროულად დასახონ პრობლემების გადაწყვეტის გზები. კონფერენცია ორდღიანია, არის ონლაინ ჩართვები სხვადასხვა ქვეყნიდან, არის სტუმრები ჩამოსული და ფიქრობ საკმაოდ საინტერესო ფორმატში მიმდინარეობს ეს შეხვედრა. ხელოვნური ინტელექტის პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საყოველთაოდ მოდებულია ეს პრობლემა, ამაზე ყველა ლაპარაკობს, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან, დამთავრებული აკადემიური წრეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან და აი ეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში იმართება, სწორედ აი ამ გამოწვევების, პრობლემების ერთგვარ საპასუხო ღონისძიება, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამ მიმართულებით რაღაცნაირად შეაჯამოს და მომავლის პერსპექტივები დასახოს.